პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით აქტუალური თემით დასაქმების ფესტივალი და დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა 21 მაისს გაიმართება ექსპო ჯორჯიაში და ჩვენ პირდაპირ ეთერში გვერდება ანა გზირიშვილი დილამშვიდობისა და მადლობა რომ დღეს იწყებთ ჩვენთან ერთად. მოდით ჯერ გითხარით რა არის აი ამ ღონისძიების მთავარი მიზანი. დილამშვიდობისა პირიქით მადლობა თქვენ რომ დრო დაგვითმეთ 21 მაისს 5 საათიდან ლის 9-მდე ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში ველოდებით ყველას ვინც ეძებს სამსახურს ან უბრალოდ შეცვლა უნდა და ახალი სამსახურის მოძიება პრინციპში მიზანი არის რომ გავეხმაროთ ადამიანებს კომუნიკაციაში კომპანიებთან ხშირად ალბათ თქვენც გსმენიათ რომ ამბობენ თქვათ აგზავნიან სიებს არავინ არ ურეკავს შესაბამისად ეს პრობლემა ამ შემთხვევაში არ არის, რადგან HR-ებთან პირდაპირ გასაუბრებას მოახდენენ ადგილზე. როგორი არის ღონისძიების განრიგი? ანუ 21 მაისი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ აი ამ თარიღს, როგორი არის განრიგი, როდიდან იწყება და როგორ არის ზოგადად დღე დაგეგმილი? 5 საათიდან იწყება ღონისძიება, 8:30-მდე გაგრძელდება და აქვე მინდა ვთქვა, რომ 6:30-დან იწყება სპიკერების გამოსვლა მთავარ სცენაზე და ძალიან საინტერესო სპიკერები ყავს, ისეთი თემებით, რომელიც ვფიქრობ, რომ დაინტერესებს სამუშაოს მაძიებლებს, აი მაგალითად პერსონალური ბრენდინგის მიმართულებით, ანუ როგორ უნდა წარმოვაჩინოთ თავი როდესაც მივდივართ გასაუბრებაზე, მომავლის პროფესიები როგორია და მოკლედ ძალიან ბევრი სპიკერი ყავს საინტერესო თემებით და 6:30-დან 8:30-მდე იქნება სპიკერების გამოსვლები, ან პარალელურად შეუძლიათ რომ თან გაესაუბრონ და თან მათთვის საინტერესო სპიკერებს დაესწრონ და ინფორმაცია თუ რომელ საათზე რომელი სპიკერი გამოვა HR Hub-ზე შეუძლიათ რომ ნახონ ვებგვერდზე. ვის შეუძლია დასწრება პრინციპში თქვენ უკვე თქვით ისაუბრეთ ამის შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები კონკრეტულად ვის შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა და თუ არის ის თავისუფალი. ანუ ყველა შეუძლია რომ ყველა დაინტერესებულ ადამიანს რომ გახდეს გამოფენის მონაწილე, დამთვალიერებელი ასე ვთქვათ, თქვენი სერვისის მიმღები. დიახ. კი, რა თქმა უნდა, დასწრება არის თავისუფალი ნებისმიერ ადამიანს, ვინც ეძებს სამსახურს, შეუძლია რომ მოვიდეს ამ ღონისძიებაზე, არ აქვს მნიშვნელობა, თქვათ, ასაკს, უფრო დიდი ვაკანსიების უმეტესობა, რა თქმა უნდა, უფრო გათვლილი არის სტუდენტების კუთხით, თუმცა არის ვაკანსიები, სადაც თქვათ, მხოლოდ სტუდენტებზე არ არის გათვლა და თუნდაც სხვა ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ რომ იპოვონ და დასაქმდნენ. როგორ თქვენ აღნიშნეთ თემები, რა თემები იქნება წარმოდგენილი, არ არის ხომ ეს შემთხვევით შერჩეული, იგივე თქვენ აღნიშნეთ ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგია, კიდევ არის ძალიან საინტერესო რამდენიმე თემა, რომელსაც შეეხებიან თქვენი სპიკერები, აი რის მიხედვით შეარჩიეთ, მაინც როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ყველაზე აქტუალური და რა მთავარი ინფორმაცია უნდა გქონდეს სამსახურის მაძიებელს. დიახ, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, თემები ეს უბრალოდ არ არის შერჩეული და ვიფიქრეთ, რომ ყველაზე საინტერესო და გამოსადეგი სასარგებლო რა იქნებოდა დღეს და შესაბამისად აი მაგალითად ერთი თემა, რომელიც არის მომავლის პროფესიები AI ერაში, ანუ ხელოვნური ინტელექტის ერაში, მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, იმიტომ რომ მითით როგორი დიდი ადგილი უჭირავს უკვე ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს ცხოვრებაში და ვფიქრობთ რომ ეს დაეხმარება თუნდაც იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ ჯერ არჩეული პროფესია, ან აქვთ და შეცვლა უნდათ და სხვა მიმართულებით მუშაობა, თუნდაც ეს გამოსვლა ან მომავლის პროფესიები დაეხმარება რაღაც გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე პერსონალური ბრენდინგის თემაც ძალიან აქტუალურია ყოველთვის, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან დიდი გამოცდილება გქონდეს, მაგრამ თავი ვერ წარმოაჩინოს შესაბამისად გასაუბრებაზე, ან ვერ გაყიდო ასე რომ ვთქვათ წყალებში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ იცოდე როგორ წარდგე დამსაქმებლის წინაშე და თუნდაც ამას იქვე რომ მოისმენ და მე შეგიძლია რომ ეს მოსმენილი ადგილზევე გამოიყენო, ვფიქრობ რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა. სამწუხაროდ ბევრს გონია რომ დასაქმების ფესტივალი ტარდება მხოლოდ იმისთვის რომ რაღაცა არას შედეგისთვის, ასე რომ ვთქვათ და მინდა ყველას უთხრა რომ ჩვენ შემთხვევაში ეს ნამდვილად არ არის, ვაკანსიები არის 100%-ით რეალური.
და შესაბამისად უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ მოვიდნენ და იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური. როგორი არის კომპანიების დამოკიდებულება, რამდენი კომპანია არის ჩართული ამ ფესტივალში და როგორი არის მათი ჩართულობის დონე? კომპანიების რაოდენობა არის დაახლოებით 20-ზე მეტი კომპანია არის, სხვადასხვა სფეროს ვაკანსიები. სამწუხაროდ მე ზუსტად ვაკანსიებს ახლა ვერ გავაჟღერებ, იმიტომ რომ ამის შესახებ სრული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თუ ვიმშერებთ იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიები არის სხვადასხვა სფეროდან, მაგალითად, თუნდაც ჯანდაცვა იქნება თუ საცალო მიმართულება თუ სასტუმროები, შესაბამისად ვაკანსიები არის სხვადასხვა პროფესიის, ან ეძებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და არჩევანი ნამდვილად იქნება ძალიან დიდი. ასევე აქტუალურია კვლავ აი უცხოენოვანი მიმართულების ვაკანსიები, ან სხვათა შორის უცხოელებსაც შეუძლიათ რომ ვთქვათ მიიღონ მონაწილეობა, ამიტომ ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს. კომპანიების აქტიურობა, რა თქმა უნდა, კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ესეთი დასაქმების ფესტივალები მათაც აძლევთ შესაძლებლობას, რომ იქვე დაესაუბრონ და ადგილზე ნახონ თქვათ ეს კანდიდატები, რაც უფრო უმარტივებთ შემდეგ არჩევანის გაკეთებას. და მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი საუბრის ბოლოს თარიღი, ადგილი, როდის გაიმართება და რატომ უნდა მოვიდნენ. დიახ, 21 მაისს გაიმართება ეს ღონისძიება 5 საათიდან 8 ნახევრამდე ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში. შეუძლია მოვიდეს აბსოლუტურად ყველა, ვინც ეძებს სამსახურს. და თუ ახლა გვისმენენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ეძებენ, მაგრამ იციან, რომ მათი ახლობელი ან მეგობარი ეძებს, აუცილებლად გაუზიარონ ეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ HR Hub-ზე შეგიძლიათ, რომ სრული ინფორმაცია ნახოთ ღონისძიების შესახებ. ძალიან დიდი მადლობა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით დასაქმების ფესტივალის შესახებ. მადლობა თქვენ.